და კიდევ ერთი შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ თუ ჩემი სიტყვებით უნდა ველაპარაკოთ, დაწერილი სიტყვები რა საჭიროა. ნახეთ რა საჭიროა. თავარი ხო მიზანი რა არის. ეხა ის ხო არ არის, რომ იცი რა, ღმერთო მანქანა მინდა, მანქანა მომეცი. ღმერთო ჯანმრთელობა მაწუხებ, ჯანმრთელობა მომეცი. ღმერთო კაი სამსახური მინდა და ასე შემდეგ. ეს ხო მიწიერი საკითხებია. ჩვენ ხო უფალმა გვასწავლა, რომ მიწიერ საკითხებს კი არ გვიგზავნოს, მაგრამ ამავდროულად გვეუბნება, რომ სანამ შენ მიწიერ პრობლემებს ჩემს წინაშე იქვი, მანამდე მე ვიცი პრობლემა შენ გაქვს. მე ხო შენი მამა ვარ. აბა რა გავაკეთო, არ გთხოვო? ნუ შეგიძლია მთხოვო, მაგრამ სანამ მეთხვი, მანამდე ვიცი მე რა პრობლემა გაქვს. აბა რა გავაკეთო? მე მეძებე, სასופველი ეძებე, ნიშნავს მე მეძებე და ამას კიდე შენ რაც საჭიროა, მე მოგცემ. შენ უნდა მენდობოდე, რომ მე შენ მოგცემ რაც საჭიროა. გესმით როგორ არის? ხო და ესე იგი, ადამიანი, რომელიც ღმერთის წინაშე ლოცულობს, მან მინდა იცოდეს, რომ თავარი ლოცვაში არის კომუნიკაცია, პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან.